ვარჯიშს თუ იწევდა ტრენერი არ ყავს, ახლა გეტყვი როგორ შეგიძლია საკუთარ თავს უმძვრცნელო. არასდროს არ მყოლია დარბაზის ტრენერი და ამ სამი რაღაცით შევძელი შედეგის მიღება. პირველ რიგში შეზღუდე მოძრაობების რაოდენობა. რაც უფრო მეტ მოძრაობას აკეთებ, მით უფრო რთული იქნება სათითაოს კარგად სწავლა. სათითაო კუნთის ზედა, ქვედა, მარჯვენა და მარცხენა ნაწილის ვარჯიში არაა საჭირო, როცა კუნთი საერთოდ არაა განვითარებული. აირჩიე რამდენიმე მოძრაობა, რომელიც მოგწონს და ეცადე რომ რაც შეიძლება კარგი ტექნიკა გამოიყენო. ამის შემდეგ ვარჯიშის დროს უნდა გადაიღო ვიდეოები. ტრენერი თუ არ ყავს, ვერავინ ვერ შეგისწორებს ფორმას, ამიტომ საკუთარ თავს შენ უნდა დააკვირდე. დიდი ალბათობით ტელეფონში ნახავ რაღაც ვარჯიშის ვიდეოებს და ამ ვიდეოებს შეგიძლია შეადარო საკუთარი ტექნიკა. ოღონდ რა თქმა უნდა, სწორი ვიდეოები უნდა ნახო. და ბოლოს ამ ყველაფერთან ერთად უნდა ჩაიწერო რა მოძრაობებს, რამდენი მისვლას, რამდენი გამეორებას და რა წონით აკეთებ ყოველ ვარჯიშზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვარჯიშები დროთა განმავლობაში უნდა გაართულო და თუ არ გეცოდინება რას რამდენს აკეთებ, არც ის არ გეცოდინება შემდეგზე რამდენი უნდა გააკეთო. ამ სამ რაღაცას ყოველ ვარჯიშზე თუ გააკეთებ, ტექნიკასაც სწრაფად ისწავლი და პროგრესიც უფრო სწრაფად გექნება.